არ იყო საჭირო რომ ლამაზი ყოფილიყო. ლამაზი მანქანები ყოველთვის გზაზე დადიან და გზებს ემორჩილებიან. ეს კი საერთოდ არაფერს ეკითხება გზას. არც მისი ფორმა ეძებდა ქარს და არც მისი ძარა არ გავს სიჩქარეს. ყველაფერი ზედმეტი ძალიან დიდი ხნის წინ მოაშორეს და დარჩა მხოლოდ ის, რაც საჭირო იყო. ძარა, ბორბლები, ძრავი და გზა. მისი ადგილი ყოველთვის იქ იყო, სადაც გზა მთავრდებოდა და რუკაზე ხაზები აღარ გრძელდებოდა. სადაც სხვა მანქანები უბრალოდ უკან ბრუნდებოდნენ, ზუსტად იქ იწყებდა ეს მანქანა ცხოვრებას. მიდიოდა და მიყავდი იქ, სადაც თვალი მიგიწვდებოდა. მაგრამ ახლა დგას ერთ ადგილას. თუმცა მის ფარებში მაინც ჩანს ის თუ რისთვისაც არის შექმნილი. შეუძლებელია ამ მანქანამ ის განცდა და წარმოსახვა არ გაგიჩნიოთ, რომ წახვიდეთ სადმე მაღალ მთაზე შემოდგეთ. და აკვირდებოდეთ მზის ჩასვლის და არა ქუჩის შუქნიშნის ფერებს. ეს არის Land Rover-ის ფილოსოფია. ბრვალი ფარები თითქოს სახეა, მაგრამ არა მეგობრული სახე. უფრო ძველი და დაღლილი მზერა აქვს. ვერტიკალური საკარე მინა, თანამედროვე მანქანებისგან სრულიად განსხვავებული. თითქოს გზას კი არ ერგება, არამედ გზას უპირისპირდება. ბრტყელი კუთხეებიანი ძარა, რომელიც აეროდინამიკისთვის არაა შექმნილი. ყველაფერი აბსოლუტურად ფუნქციისთვის არის. გარედან დამაგრებული სათადარიგო საბურავი, რომელიც გაძლევს სათყოფნის განცდას, თუ რამე მოხდა, გზა მაინც გრძელდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ კონკრეტულ ეგზემპლარს უკანა ნაწილი თითქმის პატარა სახლს ან სამუშაო კაბინას გავს. ეს აღარ არის უბრალოდ SUV. ეს არის რაღაც, რაც აშკარად შექმნილი იყო იმისთვის, რომ სადღაც წასულიყო და იქ ძალიან დიდხანს დარჩენილიყო. კარები მოიხსნება. სახურავით? ეგეც. წინაშოსაც? რა პრობლემაა? აბა რა დარჩება? რჩება სამბურავები და ძრავი, რომელიც საოცარ თავდაჯერებას და ძალას გაძლევს. გაძლევს შესაძლებლობას, რომ გახდე ამ მანქანის ნაწილი. აღიქვა ისე, თითქოს ეს მანქანა ვრანგლერის ჯინსივით ჩაიცვა და მისი საბურავები შენს ფეხებად გადააქცია. რომელსაც შეუძლია ყველგან აგიყვანოს. ერთი სიტყვით, სუპერ შესაძლებლობების მქონე ბუნების ნაწილი გახდე. ამასთან ერთად სრულიად შეიგრძნო ქარი, წვიმა, ტალახი, ტვერი. რადგან შენსა და ბუნებას შორის ყველა საჭირო ბარიერი უკვე მოხსნილია. მანქანა, რომელიც ალბათ სრულიად ბუნებისთვის და ტყისთვის შეიქმნა. მეტი ფუნქცია ფაქტიურად ამ მანქანას არც ქონია. ეს არის Wrangler AJ მანქანა, რომელიც არის უბრალოდ მანქანა და გაძლევს საშუალებას შენ თვითონ გახდე გზა.
იყო დრო, როდესაც მომავალი ასე გამოიყურებოდა. დიდი, წიმე, ჩუმი და იმდენად თავდაჯერებული, რომ არაფრის დამტკიცებას არ საჭიროებდა. თუმცა, ახლა ფოთლები აყრია, ტვერიადებს. მისი საღებავი კი წლების მზეს ატარებს. და ამ ყველაფრის შუაში ისევ დგას ეს უზარმაზარი 7 წიმე მერსედესი. ერთ დროს ეს მანქანა მომავლის ნაწილი იყო. ეხლა კი თვითონ გახდა წარსული. აღარც ახალია, აღარც სწრაფი, აღარც ყველაზე ძვირი, მაგრამ მაინც დგას და მაინც აქვს ის ავტორიტეტი, რომელიც ბევრ ახალ მანქანას საერთოდ არ აქვს. მისი შექმნის დროს ყველაფერი, რაც მასში იდგა, მომავალს გავდა. დღეს კი დგას ქუჩაში, სადაც ახალი მანქანები ყოველწლიურად იცვლებიან. ახალი ფორმები, ახალი ეკრანები, ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ ამ ყველაფრის გვერდით ის მაინც არ ჩქარობს და თითქოს დრო მის გვერდით გადის და არა მასში. შეიძლება მომავალი აღარ იყოს, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს ის სიმშვიდე, რომელსაც მომავალი ყოველთვის ეძებს. ეს იყო მანქანა, რომელიც მართვის პროცესს არ გართმევდა. არ აკეთებდა ყველაფერს შესმაგივრად. არ გეუბნებოდა რა უნდა გეგრძნო. უბრალოდ გაძლევდა საჭეს, გზას, ძრავის ხმას და გაძლევდა საკმარის ძალას იმისთვის, თავად გეგრძნო, რომ ამ ყველაფერს შემართა. დღეს მანქანები ცდილობენ შენზე მეტი იცოდნენ, როდის დაამუხრუჭონ, როდის გადაუხვიონ, როდის გაგაფრთხილონ, როდის გაგაჩერონ. ზოგჯერ კი უბრალოდ გინდა მანქანა, რომელიც შენს მაგივრად არ ცხოვრობს. გინდა იცოდე რას აკეთებს შენი მარჯვენა ფეხი, გინდა იგრძნო როგორ იცვლება მანქანა მოსახვევში. გინდა თავად გადაწყვიტო, როდის უნდა დააჭირო, როდის უნდა გაუშვა. და როცა მანქანა გზაზე სწორედ დგება, იცოდე, რომ ეს შენ გააკეთე. ალბათ ამიტომაც გვიყვარს ძველი მანქანები, არა იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს უკეთ აკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ რაღაცეებს ჯერ კიდევ ჩვენ გვაკეთებინებდნენ. ზოგი მანქანა უბრალოდ გემსახურება. ზოგი კი გახსენებს, რატომ გიყვარს საერთოდ მანქანები. ის არ ცდილობს დაბეჭდილების მოხდენას. მან უბრალოდ იცის თუ რა შეუძლია. ეს არის Audi 200 Quattro. არა ავტორიტეტი როგორც 140, არა მძღოლის შეგრძნება როგორც 39, არამედ პროგრესი. იმიტომ რომ Audi 200 Quattro
იმ ეპოქაში სწორედ ეს იყო. მან აჩვენა, რომ ძალა ყოველთვის უკანა წამყვანით არ იწყებოდა, რომ ცუდ და მიჩით შეგეძლო სწრაფად და თავდაჯერებულად მოძრაობა, რომ ინჟინერია ზოგჯერ უფრო ხმამაღალ ლაპარაკობს, ვიდრე ცხენისწყალები. როდესაც სხვები ფიქრობდნენ, სად მთავრდებოდა მოჭიდება, ეს მანქანა სწორედ იქიდან იწყებდა. სწორედ ეს არის აუდი კვატროს ფილოსოფია. ზოგჯერ ადამიანები ჩვენივე ხელით ვანადგურებთ ხელოვნების ნიმუშებს. როდესაც გვაქვს, არ ვაფასებთ და როდესაც ვკარგავთ, შემდეგ აუცილებლად ვნანობთ.